დღეს განვიხილავთ ზღაპრებში ქალის არქეტიპების შესახებ მესამე სიუჟეტს, რომელსაც ქვია მზეთუნახავი და მტაცებელი. ეს უძველესი სიუჟეტი იმაზეა გოგონა როგორ ხვდება ცხოველს ან მაქციას, ბოლოს კი ეს ცხოველი კვდება ან მას აგდებენ. შეიძლება განვიხილოთ წითელქუდა ზღაპარი, ზღაპარი ლურჯი წვერი და მაშა და დათვი. კაცის პერსონაჟი ამ ზღაპრებში წარმოდგენილი არის მტაცებელის სახით, რომელსაც სურს გმირის შეჭმა. ან აიძულებს მას, რომ ის მონად გახატოს და მსახურად აქციოს. სიუჟეტის გმირის გადარჩენით თავდება ზღაპარი და მტაცებელი კი ისჯება. მგელს მუცელს უჭრიან, ლურჯ წვერს კლავენ, ესე იგი მისი ცოლის ძმები, დათვს კი იშორებენ და შორს აგდებენ. ამ არქეტიპული სიუჟეტის კომპოზიციაში 3 ეტაპია. პირველი ეს არის მტაცებელთან შეხვედრა, მეორე არის თანაცხოვრება მტაცებელის გვერდით და მესამე არის ბრძოლა მტაცებელთან და გამარჯვების მოპოვება ამ ბრძოლაში. ამ სიუჟეტის გმირი ახალგაზრდა მიამიტი გოგონა არის, მას აფრთხილებენ ტყეში მგლის ან დათვის არსებობის შესახებ, ეუბნებიან მაგალითად ლურჯი წვერის შემთხვევაში, რომ ამ კაცს რამდენიმე ცოლი ყავდა და მათ სამწუხარო ბედი ჰქონდათ, მაგრამ ისინი არ აქცევენ ყურადღებას აი ამ გაფრთხილებებს. უფრო მეტიც, ჩანს რომ ეს ყველაფერი მათ აინტრიგებთ. წითელქუდა მიდის ტყეში, კრებს ყვავილებს, მღერის ერთობა და საერთოდ არ ახსოვს მგლის შესახებ. ასევე მაშკაც შედის ტყეში სულ უფრო და უფრო ღრმად ამ კენკროვანისა თუ სოკოების საძებნელად და გოგონაც ლურჯი წვერის ზღაპარში არ ფიქრობს იმაზე თუ როგორია ეს პიროვნება და ცდილობს რომ ის მოიმსახუროს და მასთან ბედნიერებაზე ოცნებობს. არანაირ სიყვარულზე აქ არ არის საუბარი. ჩვენს წინაშია მიამიტი, გულურბრყილო, წინ დაუხედავი გოგონა, რომელსაც თვითგადარჩენის არანაირი ინსტინქტი არ აქვს და მთლიანად აქვს ატროფირებული ქალური ალღო. მის ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილა ესეთი შეჯანჯღარებები, გამოცდები და ამიტომ მას ჰქონია რომ ყველანაირი საშიშროება ესე იგი მას გვერდს აულის და ბედნიერი მომავალი ელოდება. ანუ სრული ინფანტილიზმით გამოირჩევა. მასში ქალურობა თანდათან იღვიძებს და აფორმირებს აი ამ გულუბრყვილო ილუზორულ წარმოდგენებს ცხოვრებაზე, ბედნიერ ცხოვრებაზე. ამ ეტაპს თავის ცხოვრებაში ბევრი გოგონა და ქალი გადის. ყმაწვილობის ასაკში აქტიურად ითხოვენ, რომ დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნილება სიყვარულთან დაკავშირებით, რომ ისინი იყვნენ სიყვარულის ობიექტი. გოგონა ოცნებობს შეყვარებულზე, ავლენს აი ამ სექსუალურ ცნობის მოყვარეობას, მზად არის მოიპოვოს საკუთარი ქალური გამოცდილება, სურს განიცადოს ის, რასაც განიცდიან თქვათ უფროსი ასაკის ქალები, ან და კინოისტორიის გმირები. ეს ეტაპი დამახასიათებელია ასევე ინერტული ტიპის ქალებისთვისაც, რომლებიც ესე მარტივად არ არიან მიდრეკილი შეყვარებულობისაკენ. როცა მათი ასაკი თქვათ 25 წელს აღემატება და მათ არ აქვთ გამოცდილება სიყვარულისა, არასოდეს არ ყვარებიათ და მაგრამ აქვთ ესეთი წარმოდგენა, რომ დროა გათხოვდნენ და იყოლიონ შვილები.
და მათ გვერდით როგორც წესი არ არის მამაკაცი, რომელიც ცდილობს მათი ყურადღების მოპოვებას. ქალი ფიქრობს, რომ გათხოვება მაინც აუცილებელია და თან ხვდება ქორწინებაზე. მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს მითი სოციალური ამ ქალის დანიშნულების შესახებ. შემდგომ კი უძველესი სიუჟეტი უკვე იწყებს ამოქმედებას და თავის ძალების აკრეფას. ორივე შემთხვევაში მამაკაცთან ურთიერთობის დამყარებას წინ უძღვის არა სასიყვარულო, არა სიყვარული, არამედ ცნობის მოყვარეობა. წყურვილი სასიყვარულო თავგადასავლისა. ის რომ საჭიროა გათხოვება. და ეს არის ვარდისფერი სათვალის ხაფანგი. რაში მდგომარეობს ეს ხაფანგი? გოგონები, ქალები, ვიზედაც ვისაუბრეთ, არ არიან საკმარისად მომწიფებულნი მამაკაცთან სრულყოფილი ურთიერთობისათვის. მათი სულის განვითარების რეალურ სტადიასა და მამაკაცთან ურთიერთობებთან დაკავშირებულ წარმოსახვით მოდელებს შორის არის ძალიან დიდი უფსკრული. გმირი ამ არქეტიპული სიუჟეტისა, ისევე როგორც ახალგაზრდა ქალი, არ არის მზად ხედავდეს პარტნიორში რეალურ მამაკაცს მთელი თავისი პლუსებით თუ მინუსებით, ღირსებებით თუ ნაკლოვანებებით. ის ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც მას სურს. გარკვეული წარმოსახვით სურათხატს ხედავს მამაკაცში. წითელქუდა უყურებს რა მგელს, მას წარმოიდგენს მწყემსად მეზობელი სოფლიდან, მაგალითად. ან გოგონა ლურჯ წვერა მოხუც კი არ ხედავს, არამედ ცხენზე ამხედრებულ რაინდად აღიქვავს მას. ასევე მაშკაც, რომელიც შედის ამ ტყეში კენკროვანის საძებნელად, ოცნებობს მშვენიერ პრინცთან შეხვედრაზე, თუმცა მისი ბავშვური ასაკი მსგავსი ფანტაზიებისთვის ჯერ საკმაოდ მომწიფებელი და პატარა. ამის მიუხედავად ეს სიტუაცია მნიშვნელოვანია ქალის სულის განვითარებისათვის. ამ ეტაპზე ქალურობის განვითარების მამოძრავებელი არის ცნობის მოყვარეობა. ზღაპრის გმირი, ისევე როგორც ყმაწვილი ქალი, აიგნორებს გაფრთხილებას ამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მის სწრაფის მამაკაცთან ურთიერთობისკენ, ახალი გამოცდილების შეძენისკენ, ცხოვრებაში ყველაზე დიდ გამოცდას რეალურად გადიან მშობლები ამ დროს. ამ ქალის მშობლები, გოგონას მშობლები, დედა, მამა, ბებია და ისინი ხედავენ ამ პოტენციურ ტრაგედიას, აფრთხილებენ გოგონას ამის შესახებ, მაგრამ მას ამის მოსმენა არ სურს. ის თვლის, რომ მისი შეყვარებული ყველაზე კარგია, ხოლო ისინი, მშობლები კი მას ვერ ხედავენ, როგორც საჭიროა. პარტნიორის წარმოსახვითი სახე უფრო მიმზიდველია და ისე მიმზიდველია, რომ გოგონა არაფრით არ თანხდება მასთან განშორებაზე. მას სურს, რომ იყოს მოტყუებული. ის თავს კარგად გრძნობს შეყვარებულთან და მნიშვნელობა არ აქვს ის წარსულში პატიმარი იყო თუ ნარკომანი იყო, ან რა მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ სხვაობას, ან იმას, რომ ის 5 ჯერ იყო მანამდე დაქორწინებული. ქალი ვერ აცნობიერებს მომხდარს როგორც პრობლემას. მაშინაც კი, თუ მისი ვარდისფერი სათვალე დროებით ძირს ვარდება, ამ თქვა შეყვარებული უხეშად იქცევა, მკაცრია და ის ცდილობს თავად რომ მოახდინოს ამ ვარდისფერი სათვალის რესტავრირება, მითხარი რომ ეს ტყუილია, თხოვს იგი შეყვარებულს, შეაკეთე ჩემი ვარდისფერი სათვალეები, გვესმის მისი უწყების ქვეტექსტში. ვარდისფერი სათვალეებით ქალი ხდება მტაცებლის ნადავლი. ის თამაშობს მასთან, უქმნის რა ქალს პერსპექტივების მცდარ წარმოდგენებს,
ქალს ჯერავს მისი და თანაში ეწყობა და მთლიანად მოერგება მას. და ისიც მარტივად იყენებს მას თავისი მიზნებისთვის და მართლაც ვის შეუძლია რომ უარი თქვას ასეთ საჩუქარზე ასეთია ვარდისფერი სათვალის ხაფანგი. შემდგომში მოვლენები იმდაგვარად განვითარდება, რომ ქალმა დაინახოს და მიიღოს თავისი რჩეულის რეალური სახე. საშინელი აღმოჩენებისა და შეცდომებზე მუშაობის გზის გავლით, მაგრამ ვის ვეძახით ჩვენ მტაცებელს, ვინ იმალება ლურჯი წვერის ნიღბის მიღმა, ან მგელისა და დათვის სახის მიღმა, სოციალურ და ემოციურ ასპექტში მტაცებელი ეს არის კაცი, რომელსაც არ უყვარს ქალი რეალურად, უბრალოდ მხოლოდ დემონსტრირებას ახდენს შეყვარებულობისას. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიმორჩილოს ქალი, დაიქვემდებაროს და დაუქვემდებაროს საკუთარ ნებებსა და საკუთარ სურვილებს და აიძულოს, რომ მოემსახუროს მას შეუძლია იყოს მომხიბლელი და ესეთი პერსპექტიული, მას შეუძლია მარჯვედ მიაძინოს ქალის სიფხიზლე, ხიბლავს რა მას ტკბილი საუბრებით. მტაცებლის დამახასიათებელია ქალის მიუღებლობა, ისეთის, როგორც ეს ქალი არის, სინამდვილეში ის მას ვერ იღებს და ახასიათებს ეს ეგოისტური სწრაფების გამოვლენა, რომ დაიქვემდებაროს და აიძულოს მას, რომ წაყვეს მის მიერ დადგენილ ნორმებს და წესებს დაემორჩილოს. მტაცებელთან ურთიერთობისას ქალი იძულებულია მუდამ თვალყური ადევნოს ამ კაცის მოთხოვნილებებს და განწყობებს და დაივიწყოს საკუთარი მოთხოვნილებები და ინტერესები და ბოლოს ის აღმოჩნდება ძალიან მძაფრ ემოციურ დამოკიდებულებაში ამ მამაკაცთან. კარგავს თვითპატივისცემას და საკუთარი ღირსების გრძნობას და ხშირად არის შფოთვებში და განგაში არის მისი ასე ვთქვათ თანმდევი მდგომარეობა. მტაცებელს ახასიათებს ის, რომ ფრაგმენტულად დააკმაყოფილოს ქალის მოთხოვნილებები სიყვარულში და ზრუნვაში და ამის წყალობით ქალს დიდხანს ამახსოვრდება ხოლმე ეს ყურადღების გამოვლენის ფაქტები. არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ მამაკაცი, ანუ მტაცებელი შეგნებულად და მიზანმიმართულად უფუჭებს ცხოვრებას თავის პარტნიორ ქალს. როგორც წესი, ასეთი მტაცებლები თავად არიან არაჯანსაღი ფსიქოლოგიის მატარებელნი, რომელიც ცდილობენ ქალის ხარჯზე მოახდინონ კომპენსირება თავისთვის. ამიტომ მას აქვს მხოლოდ ორი გზა. ან გარდაიქმნას, პიროვნულად გაიზარდოს, შეიცვალოს, აღიაროს საკუთარი არასრულყოფილება, ან დაიღუპოს. ამავე დროს არსებობს ბევრი სიტუაცია, როდესაც ქალი თავად აპროვოცირებს მამაკაცში აი ამ მტაცებლის განვითარებას. საუბარია ზოგიერთ არასაყვარელ ქმარზე. კაცი გრძნობს, რომ ქალს ის არ უყვარს. არ იღებს ისეც როგორიცაა, თუმცა ცხოვრობს მის გვერდით და შესაძლოა მიჯაჭვულობასაც ავლენდეს მის მიმართ. არ არის გამორიცხული, რომ ქალი ფიქრობდეს, რომ უყვარს კაცი. ანდა იქნებ მას წასასვლელი არსა და აქ სოციალური სტატუსი, სოციალურად სუსტია, არ აქვს ხელფასი, საკუთარი სახლი და დამოკიდებულია კაცზე. ანდა ცხოვრობს კაცთან და უთმენს მას, თქოთ, შვილების გამო. ანდა კიდევ სხვა მიზეზებით. ამის მიუხედავად, სიყვარულის არ არსებობა მამაკაცის გულში იწვევს მის გამხეცებას. ვიღაც იწყებს დალევას და სიმთვრალეში ცოლის დადანაშაულებას, ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, ვიღაც ქალისათვის გაუსაძლევს ცხოვრების პირობებს ქმნის,
უკონტროლებს მას ყოველ ნაბიჯს, არენდობა, უმოწმებს ჩანაწერებს და ანგარიშებს, ადანაშაულებს ღალატში და მანიპულაციაში. ვიღაც კი უბრალოდ ავლენს სიცივეს, გაუცხოვებას, რაც ზოგიერთი ემოციური ქალისათვის ფიზიკურ ძალადობაზე უფრო უარესია. არის ასეც, რომ ქალი აღიქვავს კაცს როგორც მტაცებელს მისი წარმოდგენებისათვის შეუსაბამობის გამო, მაგალითად ის ისე არ ავლენს სიყვარულს, როგორც მას სურს. მე მას არ უყვარვარ, მან მე გული გამიტეხა, ანდა ქალი შეეჯახა კაცის ღალატს ტკივილმა, რომელიც მან განიცადა, გახადა ქალი მის თვალში, გახადა კაცი მის თვალში მტაცებლად. ხშირად ეს ურთიერთობები გადააქვთ მას სხვა მამაკაცებზე. ხანდახან ქალს ეჩვენება, რომ კაცი ეგოისტურად იქცევა, ძალიან ბევრს ითხოვს მისგან, ზღუდავს მის თავისუფლებას და არ აძლევს მისთვის აუცილებელ ემოციურ სიახლოვეს. ამ შემთხვევაშიც ქალი იწყებს კაცის მტაცებლად აღქმას. ხდება ისიც, რომ ქალის საქმიანი პარტნიორი ავლენს თავს როგორც მტაცებელი, უქმნის მას ილუზიას საიმედოობისას და პერსპექტივისა, მანიპულირებს მისით და იყენებს მას თავისი მიზნებისთვის. ამგვარად, სოციალურ და ემოციურ ასპექტში მამაკაცი სხვადასხვა გარემოებათა და ფაქტორთა მოქმედების ძალით შეიძლება ავლენდეს თავს როგორც მტაცებლად და ეს არის საერთო აზრი ზღაპრებში ლურჯი წვერი, ასევე მგელი და დათვის სურათღაც რომ ახასიათებს. მაგრამ არსებობს სხვაც კიდევ უფრო ფაქიზი ასპექტები ამ პერსონაჟებისა. მოდით გავერკვეთ მათში და მიმართოთ ძველ სიმბოლოებს. ლურჯი წვერი რას ნიშნავს? ის ვინც სჯის ქალებს ცნობის მოყვარეობის გამო და აკრძალვის თარღვევისათვის. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ლურჯი წვერია ის, ვინც იცავს ქალებს ტრავმატული ინფორმაციისაგან. რეალურად რომელი ქალი გაუძლებს ასეთი ფორმას სიკვდილისას, რომელიც ეხსნება მას აკრძალული კარის მიღმა. მაგრამ აქ შედება კითხვა, რისგან იცავდა ლურჯი წვერი თავის პირველ ცოლს? იმ დროს აკრძალულ ოთახში ხომ ჯერ კიდევ არანაირი გვამები არ იყო. იქნებ ლურჯი წვერი ამოწმებს ქალებს საიდუმლოს შენახვის როგორი უნარი აქვთ და ქმარს რამდენად ენდობიან. რადგან არა მხოლოდ ცნობის მოყვარეობა, არამედ ასევე მეუღლისადმი უნდობლობა აიძულებდა ცოლებს ამ აკრძალული კარების გაღებას. საინტერესოა სახელების სიმბოლიზმი. ლურჯი წვერი. ლურჯი ნიშნავს უსასრულოს, ნიშნავს მარადიულობას, ჭეშმარიტებას, ერთგულებას, რწმენას, სისუფთავეს, კეთილგონიერებას, სულიერ და ინტელექტუალურ ცხოვრებას. წვერი ასევე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვას ატარებს. წვერი ნიშნავს დამოუკიდებლობას, ვაჟკაცობას, თავდადებას და სიბრძნეს. ასევე სტატუსთან მიმართებაში წვერს კიდე თავისი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და გამოდის, რომ ლურჯი წვერი ბრძენის სიმბოლოა და ჯადოქრის. უდიდეს საიდუმლოსთან წილნაყარნი არიან ისინი, მაგრამ რატომ ყავს ის თავის ცოლებს? შესაძლოა სიღრმისეულ დონეზე ლურჯი წვერი არის ქურუმის სიმბოლო ქალების ინიციაციას რომ ახდენს. გარკვეული რიტუალის ჩატარების შედეგად
ის ართმევს მათ მატერიალურ ეგოისტურ მოლოდინებს და უძღვნის სულის საჩუქარს. ამ შემთხვევაში აკრძალვა კარის გახსნისა უკავშირდება ქალების მოუმზადებლობას უარი თქვან საკუთარ ილუზიებზე და მამაკაცისაგან მატერიალურ მოლოდინებზე. ინიციაცია მიძღვნა სიკვდილის მეშვეობით ერთ-ერთი უძველესი ფორმაა მიძღვნის. მაგალითად, ფსიქეას მეოთხე გამოცდა დაკავშირებული იყო სწორედ მკვდართა სამყაროსთან. აფროდიტემ უბრძანა მას იქიდან, რომ არამიწიერი სილამაზის ზარდახშა მოეტანა. მხოლოდ ბოლო ცოლმა ლურჯი წვერისა არ ისურვა, რომ მიეღო ეს მიძღვნა. მან ამჯობინა, რომ დარჩენილიყო ჩვეულებრივ ქალად. ეს მისი უფლება და მისი არჩევანი იყო. ლურჯ წვერს კლავენ მისი ცოლის ძმები, რაც სიმბოლოა ახალი კულტურისა, ახალი სოფხედველობის გამარჯვებისა, რაც უკავშირდება მატერიალურის, სოციალური ფასეულობების პრიორიტეტულობას. ამგვარად, ახალი კულტურა ქმნის ადამიანს დიდი უფლებებით და ასევე ქალს თავისი უფლებებით და თავისუფლებით და ანადგურებს ძველ კულტურას. საინტერესოა, ვინ არის მგელი. კვლავ იგი შეიძლება გამოვიყენოთ ეს მისი სიმბოლური დატვირთვა, ეს არის მზაკრობის სიძუნწის სიმბოლო, ამავე დროს სიმკაცრის, ბოროტების, ასევე სიმამაცის, გამარჯვების, სხვებზე ზრუნვის სიმბოლოც. ბუნების ესეთი მტაცებლური ქმნილებაა მგელი. მითებსა და ლეგენდებში ასევე სიმბოლოა გაუმაძღრობისა და სექსუალურობისა, ასევე დემონით შეპყრობილობისა და ესეთი ძალადობისა და სადიზმის სიმბოლოც გახლავთ. ამავე დროს, სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირი დატვირთვა აქვს, მაგალითად, ჩინურ ტრადიციაში გაუმაძღრობისა და უზნეობის სიმბოლოა. მაგრამ წმინდა ცხოველიც არის, მაგალითად, ძველ ბერძნულ სამყაროში და ასევე სკანდინავიურ მითოლოგიაში. შეიძლება ითქვას, რომ მგელი ამბივალენტური დატვირთვის არის, ანუ ბოროტების სიმბოლოც არის და შემეცნებისა და გამოცდილების ესე იგი დატვირთვაც აქვს. ესე იგი რა ხდება წითელ ქუდას შემთხვევაში? ესე იგი ბებიას და წითელ ქუდაც ამ მგელს გადაყავს სულების სამყაროში. წითელ ქუდას ესაჭიროებოდა მგელთან შეხვედრა, მეორე დაბადება რო განეცადა. ზღაპარში დაშიფრულია ქალური ინიციაციის უძველესი რიტუალი. დედა ამზადებს ქალიშვილს მიძღვნისათვის და აფრთხილებს მას მგელთან შეხვედრაზე. ქურუმი, რომელიც მგელის სახით არის წარმოდგენილი, ახდენს, ასე ვთქვათ, სიკვდილთან დაკავშირებულ რიტუალს. სხვა ქურუმები, ხის მჭრელები რომ არიან, კლავენ მგელს, რაც საბოლოო ჯამში სიმბოლოა სიცოცხლის გამარჯვებისა სიკვდილზე, ანუ მარადიული სიცოცხლის გამარჯვებისა. ქალები, ბებია, წითელ ქუდა, მისი დედა სიცოცხლის მატარებლები არიან, რომლებიც გადიან ტრანსფორმაციას კაცთან ურთიერთობის შედეგად და ამაშიც არის საიდუმლო შიფრი ზღაპრისა ჩადებული. და ბოლოს დათვი. დათვი
ითვლება ესე იგი ქაოსის სიმბოლოდ და უძველესი მითების თანახმად თავიდან არაფერი არ იყო ქაოსის სამეფო და ესე იგი ამ ქაოსის მომწესრიგებელი ფუნქცია აქვს ქალს, ესე გამოდის მაშკას სახით ამ შემთხვევაში ის ალაგებს მის სახლს, აწესრიგებს მას და უმზადებს მას საჭმელს, ანუ ქაოსს წესრიგად აქცევს, თუ კი ის ამას არ გააკეთებს, მაშინ დათვი ჩაყლაპავს მას და ხშირად ემუქრება ეს დათვი, რომ თუ ის არ გააკეთებს, ოსმას უნდა ის შეჭამს მას. ქალი მუდმივად ხვდება ქაოსი მრავალსახეობრივი შეიძლება იყოს, ეს არის უწესრიგობა სახლში, ეს არის სიუხეში შეყვარებულისა, აბურდული ცხოვრებისეული სიტუაცია და როგორ ქაოსაც არ უნდა შეხვდეს, ქალი მას მოუწევს, რომ იმუშაოს იმისათვის, რომ ყველაფერი მოაწესრიგოს. ამგვარად მტაცებელთან შეხვედრა არის გამოწვევა გმირისათვის, გამოწვევა ქალისათვის და მისი შედეგი არის მეტამორფოზა, ანუ ცვლილებები, მისი განვითარება. ეს ხდება სიცოცხლის რისკის მეშვეობით, მაგრამ ის იზრდება დიდ გამოცდილებას და მისი გულუბრყვილობა მას კარგავს და ის უკვე სულ სხვა გამოცდილების მატარებელი ხდება. განსაკუთრებით საინტერესოა ამ სიუჟეტში მტაცებელთან ბრძოლის ეტაპი. თავიდან ესე იგი გმირს ჩამოეხსნება ეს ვარდისფერი სათვალე, ნიღაბი ჩამოხსნილია, სიმართლე უკვე გამჭირვალეა და საჭიროა რაღაცის კეთება და ზღაპრის გმირები ავლენენ ეშმაკობას, გონება გამჭრიახობას და ისინი ჭიმავენ დროს, წელავენ დროს. წითელქუდა მაგალითად გლის სიფხიზლეს ადუნებს და არ უმხელს მას, რომ იცნო ისა და ეუბნება, რომ აი რადგინდა ასეთი ყურები ან ასეთი თვალები, ცოლი ლურჯი წვერისა სთხოვს მას დროს, რომ თითქოს სურვილი აქვს, რომ ილოცოს, სინამდვილეში კოშკის ზევით ადის, რომ გადაიხედოს და დაინახოს, მოდის თუ არა დახმარება ამისი ძმების სახით და ესე იგი ამაში წელავს ამ დროს. მაშკა კი ნამცხვარს გამოუწყობს დაცვს და აგზავნის სოფელში და ესე იგი ზევიდან უთვალთვალებს მას. ესე იგი ქალს შეუძლია რომ მხოლოდ ამ თავისი მოქნილებით და ეშმაკობით, ანუ მოტყუებით ზლიოს და მოერიოს მტაცებელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც არის მოცემული ამ ზღაპარში, როდესაც ქალს საბოლოოდ ესმის, რომ მისი წარმოდგენა შეყვარებულისა არ შეესაბამება სინამდვილეს და რეალობას, მას უკვე აღარა აქვს დრო გამოიტიროს ეს თავისი ვარდისფერი სათვალეები, ეს დაკარგვა და სიტუაცია როგორც წესი არის ძალიან მიშვებული და საჭიროა სწრაფი და ძლიერი მოქმედება, რომ გადაარჩინოს საკუთარი თავი, გადაარჩინოს შვილები, გადაარჩინოს თავისი მდგომარეობა, მაგრამ სწორედ აქ არის ხაფანგი. ძალის პოზიციიდან მოქმედება შეუძლებელია. საჭიროა მოწინააღმდეგის სუსტი ადგილების მოძიება. მტაცებელი უფრო ძლიერია, თანაც ის იმყოფება თავის ტერიტორიაზე და მისი ძლევა საკმაოდ რთულია. თან მან იცის, რომ ეს ვარდისფერი სათვალე უკვე აღარ არსებობს და ეს ანიჭებს კიდევ უფრო მეტ ძალებს მას, რომ ესე იგი აჯობოს თავის მსხვერპლს. ამიტომ აუცილებელია გონება מחვილურობის ამ ეშმაკობის გამოყენება, მტაცებლის მოტყუება, რათა მოიგოს დრო და ღირსეულად მოემზადოს ბრძოლისათვის. ამ ბრძოლაში, აი ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არ იქნება კომპრომისი. უძველეს ზღაპრულ სიუჟეტში არ არის მინიშნება გმირის ფერისცვალებაზე.
ან ერთი კვდება, ან მეორე. ასე თქვა, სხვა მესამე გზა აქ არ არსებობს. და ქალისაგან მოითხოვება საკმაოდ დიდი ცივსისხლიანობა, ამ დროს სწრაფი მოქმედების უნარი და ის რომ უნდა დაასწროს მან მტაცებელს. მოეთხოვება რომ იყოს გაბედული და რწმენა კონდეს იმისა, რომ დახმარება, რომელსაც ის ელის, აუცილებლად მოვა და ის გაიმარჯვებს. არა მხოლოდ მტაცებელზე, მთავარი გამარჯვება, რასაც ქალი მოიპოვებს, არის გამარჯვება საკუთარ გულუბრყვილობაზე და საკუთარ ინფანტილურობაზე. ის გადაიქცევა იმათ, რომ გაიარა საბრძოლო ნათლობა და უკვე შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ის იქცა ადამიანის ბუნების უფრო ფაქის აღქმელად და შემგზნებელ არსებად, კაცში მტაცებელის შემცნობად და გონივრულად იქცევა მასთან და ეს კი სერიოზული გაკვეთილია, რაც აძლიერებს და ამრავლებს ქალის ძალას. ეს იყო ის, რაც მესამე სიუჟეტის შესახებ შეიძლებოდა რომ მოგვეთქრო. შემდგომში გავაგრძელებთ კიდე სხვა სიუჟეტების წარმოდგენას თქვენთვის.